გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტივის საინფორმაციო სამსახური იწყებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის გახსნის პლენარულ სესიას დაესწრება, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში მიიღებს. ირაკლი ყობახიძე ოფიციალურ მიღებასაც დაესწრება, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგან ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება. პრემიერ-მინისტრთან დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. სურსათზე ფასს წარმოქმნის რეგულირების შესაძლებლობა, გეოპოლიტიკური ფაქტორები და მათი ზემოქმედება პროდუქტის ფასზე საქართველოში. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ოპონენტებთან პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დებატები გამართეს. ირაკლი ყობახიძემ განმარტა, რომ ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ერთიანია. მთავრობის მეთაურის თქმით, საკითხი მგრძნობიარეა და თემით სპეკულირებას ცალკეული ძალები ცდილობენ, თუმცა გამოწვევის დაძლევა ბიზნეს სექტორთან კოორდინაციით უნდა განხორციელდეს. საზოგადოება საინტერესებს, რა თქმა უნდა, ფასების შემცირება, პირდაპირ არის სუბიექტურად ბუნებრივია, თითოეული მოქალაქე ამაში დაინტერესებული. ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი, ეს არის ობიექტური ინტერესის და ნებავთ სუბიექტური ინტერესის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად არის კმაყოფილი საზოგადოება, ეს ბუნებრივია მით უკეთესია ხელისუფლებისთვის, ეს სუბიექტური ინტერესიც არის. ბუნებრივია. ამიტომ ჩვენ არ შევუშინდით დისკუსიის გახსნას მიუხედავად იმისა, რომ საკითხი იყო ძალიან გრძნობიარე და როდესაც საკითხი არის გრძნობიარე სოციალური კუთხით, რა თქმა უნდა, სპეკულირებაც ადვილია, თავის მინუსები აქვს ბუნებრივია საჯარო დისკუსიას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადებითი მხარე ბევრად მეტი აქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, რაზეც აქამდე წარიმართებოდა მხოლოდ ზედაპირული საუბრები, იმასე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ამ ყველაფერში, უფრო ღრმად ჩაიხედავს. რომ იყოს ჩვენთან იგივე ხელფასი, იგივე პენსია, რაც არის მოგრძულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა ფასების საკითხი, თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენ შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი. რა თქმა უნდა, ამოცანა არ არის მარტო, იმიტომ რომ საქმე ეხება ბიზნესს, რომელიც არის თავისუფალი. ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და თუ გვექნება კოორდინაცია ამ თემასთან დაკავშირებით, რაც თქვია ფასების შემცირება, ვფიქრობთ, რომ შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგა. შოთა ბერეკაშვილის თქმით, კომუნიკაცია 80-ზე მეტ კომპანიასთან ჰქონდათ და მათი ბიზნეს მოდელების, კომერციული ურთიერთობებისა და ფინანსური სტაბილურობა შეისწავლეს. შედეგად კი რეკომენდაციები სამი მიმართულებით შემუშავდა: საშუალოვადიანი სექტორული გაჯანსაღება, გრძელვადიანი სტრატეგია და მოკლევადიანი ღონისძიებები. დიდი სამუშაო ჩატარდა 80-ზე მეტ კომპანიას შეხვდით, შევისწავლეთ აღნიშნული კომპანიების ბიზნეს მოდელები, კომერციული ურთიერთობები, ფინანსური სტაბილურობა, მხოლოდ საკვე პროდუქტების ნაწილში 50-ზე მეტ კომპანიას შეხვდით და მათი სრულყოფილი აუდიტი გავაკეთეთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ სამომხმარებლო საბოლოო ფასზე, ის შედგება სამი კომპონენტისგან, ეს არის წარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ქსელი. და ესენი ერთიანობაში ქმნიან ფასს, საბოლოო ფასს, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ხედავს დახს. სამი მიმართულება დავსახეთ, ეს იყო საშუალოვადიანი სექტორული გაჯანსაღება, გრძელვადიანი სტრატეგია და მოკლევადიანი ღონისძიებები. მზიურის პარკის ამფითეატრში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა. პარტიაში განმარტავენ, რომ გარეძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახალგაზრდობა და მათი დეზორიენტაციაა. სწორედ ამიტომ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით მათ ინტერესებზე, საჭიროებებსა და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებით ახალი პლატფორმა შეიქმნა. როგორც ერთიან ნეიტრალურ საქართველოში აცხადებენ, ხელს ისეთი გარემოს შექმნას შეუწყობენ, სადაც ახალგაზრდები იდეებისა და ხედვების წარმოჩენას, თვით რეალიზაციას და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ. ეს იქნება თავისუფალი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი იდეების, მათ შორის პრობლემების მოტანას, თვით რეალიზაციას, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას და ეს იქნება საინტერესო გარემო, სადაც ისინი ერთად იმუშავებენ ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევისათვის
რაც არის ერთიანი სახელმწიფო ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩავრთოთ სხვადასხვა აქტივობებში, რათა მათ მოახერხონ რეალიზაცია ამ ქვეყანაში, რათა უფრო მარტივად დასაქმდნენ. ეს აქტივობები იქნება როგორც პოლიტიკური, შემეცნებითი, სოციალური. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. შესაბამისად, აქტიურობა ძალიან დიდი იყო ახალგაზრდების მხრიდან, იყო დიდი დაინტერესება და მოხარული ვარ. ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც გათვლილი ქონდა. შეიძლება ითქვას უკეთესადაც კი. ახალგაზრდული ორგანიზაცია არის სწორედ ის ბირთვი, სადაც გენერირდება ახალი იდეები და საიდანაც მოდის ის ენერგია, რაც მნიშვნელოვანია პარტიული ცხოვრებისთვის. ახალგაზრდებთან საუბარი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი უკეთ ხედავენ თუ ქვეყანას საცდივა რა არის გამოსასწორებელი და რა სურთ მათ მომავალში. მე მინდა თითოეულ ახალგაზრდას მოვუწოდო, რომ შემოგვიერთდნენ და გავერთიანდეთ ნეიტრალიტეტის იდეის გარშემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან შემოერთება და წევრობა არ არის დამოკიდებული არც განათლებაზე, არც უნარებზე, არც გამოცდილებაზე. მთავარი კრიტერიუმი და ერთადერთი კრიტერიუმი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ჩვენი სამშობლო უყვარდეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე საუბარი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს შეეხო. მინისტრმა მესაზღვროებისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. ნივთმტკიცება და ამოღებული ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები, ასევე მარიხუანა და ფსიქოაქტიური ნივთიერება, ეგრეთ წოდებული ბიო. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 14 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების ცნობით ბრალდებული ფარულად მართლ საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოქალაქის კუთვნილ ფორდის მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოზარდი წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავის ოთარ ჩხარტაშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში საქართველოს ქრისტიანობის 1700 წლისადმი და კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაში მხატვარ გურამ ღებრიშვილის მიერ შესრულებული ხატები და საქართველოს ისტორიის ამსახველი ფერწერაა წარმოდგენილი. ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 1 თვის განმავლობაში შეუძლია. გალერეამ, რომელიც რუსთავში გავხსენეთ 2 წლის წინ, მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა ქალაქის კულტურული ცხოვრება. დღეს ბატონი გურამის გამოფენა კი სიმბოლურად მიეძღვნა პატრიარქის ხსოვნას. შევეცადე, რომ რაღაცა შემეული წარმოსახვა, შემეული კონცეფცია შემექმნა. და შესაბამისად მაყურებლისთვის მინაწოდებინა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა. ქვეყნის სამოქალაქო საავიაციო სამმართველოს განმარტებით უსაფრთხოების პირობების ყოვლის მომცველის შეფასების შემდეგ საჰაერო სივრცეში ნავიგაციის ოპერაციები სრულად განახლდა. ცნობისთვის საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები თებერვლის ბოლოს ირანის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ დაწესდა. უახლოეს პერიოდში განვიხილავ ირანის მიერ ახლახან გამოგზავნილ გეგმას, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იქნება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ირანს ჯერ საკმარისი ფასი არ გადაუხდია იმისთვის, რაც ბოლო 47 წლის განმავლობაში კაცობრიობასა და მსოფლიოს გაუკეთეს. ცნობისთვის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა შტატების 14 პუნქტიანი წინადადება გაუგზავნა. ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დავბრუნდებით დროებით.